მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ქართველიშვილი, დღეს სტუმრად ვართ ამოსულები სტრონგმენების ნაკრების ფედერაციაში ლუკა ჭიკვილაძესთან. ლუკა, გამარჯობა. ლუკა არის პროფესიონალური ათლეტი. ლუკას აქვს ევროპის ჩემპიონატი ბათუმში. ლუკა, როდის არის დაგეგმილი ჩემპიონატი? 8 აგვისტოს არის დაგეგმილი ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი იქნება გუნდური. დღეს ლუკა დაგვეხმარება რაღაცა მოძრაობებში, როგორ დაგვატრენინგოს. ლუკა, რა გვირჩევთ დღეს? რა მოძრაობები გავაკეთოთ ჩვენ? ფერმერის გასეირნება გავაკეთოთ და უღელი. ორიოდე სიტყვით გეტყვით კიდევ იმას, რომ ეს თვითონ სტრონგმენის მოძრაობები არის ძალიან კარგი. ანუ წაადგებათ რეგბისტებსაც, კაჩოკებსაც, აქ არის მაღალ აერობულ განვითარებაზე უფრო მეტი გამძლეობა არის, უფრო მეტი ვარჯიშები არის და უფრო მრავალფეროვანი არის და ამაში ახლა დაგვეხმარება ლუკა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად ეს მოძრაობები. რაღაცა ნიუანსებს შეგვისწორებს. პირველი რითი დავიწყოთ ლუკა ჩვენ? ზოგადად შეჯიბრი ყველგან იწყება ხოლმე მოუხერხებელი მორით, მაგრამ დღეს ჩვენ დავიწყოთ უღელით დავიწყოთ ჯობია. აი, მოდი ახლა ჩვენ ნელ-ნელა გავხურდებით და ნელ-ნელა გაჩვენებთ კიდევ მოძრაობებს. ეს არის ეგრეთ წოდებული უღელი, სადაც ყენდება წონები და მძიმდება მაქსიმალური 500 კილო 500 კილომდე მძიმდება ეს უღელი. 500 კილოს დამღები არა. ამ შემთხვევაში გიორგი დაიწყებს ცარიელზე გახურებას, ცარიელი გახლავთ 85 კილო და 85 კილოთი გახურდება. შემდეგ დავამძიმებთ. პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა წავიდე, მე თუ დიდი ნაბიჯები. ჯობია ხელები თუ მიწვდები ესე მოკიდე. აი ესე. ქვევით. აი. აი ესე. მოკლე ნაბიჯებით, მოკლე და სწრაფი ნაბიჯებით გავრბივართ. აი ესე. მოძრაობისთვის აუცილებლად უნდა იხმაროთ კამარა, იმიტომ რომ კოორდინაციის დაჭერა არის ძალიან რთული. და ამასთან ერთად აი ჩაჯდომებზე, ვისაც პრობლემა გაქვთ, რომ ჩაჯდომების ანუ გაზრდა გიჭირთ, ჯანის მომატება ძალიან საუკეთესო ვარიანტი არის. ერთ შეჯიბრზე მეც მივიღე მონაწილეობა, მსოფლიო გრან-პრის შესარჩევი ტურნირი იყო და ამას მოკლე მონახავს ვიდეოსაც ჩავსვავთ ჩვენ, მაგრამ ძალიან საინტერესო ვარჯიშები აქვს რა. ეხლა ეს რამდენი კილო არის, ლუკა? ეხლა არის 200 კილოგრამი უღელზე აწყობილი. აბა ერთი შევეჭიდები, ეს მოძრაობა არ გამიკეთებია არასდროს მე. შედი და აი ესე აიღე. შენ რაღაც ესე ვედი. ესე გეჭიროს ხოშიანად. დაიჭირე კარგად და მოკლე ნაბიჯებით იმოძრავე. აი ეგრე, დავაი, იმოძრავე. მიდი, სწრაფად. აი ეგრე. დავასრულეთ ახლა უღელი. იმიტომ რომ ხა მეც არ მოვამატებთ წონას, იმიტომ რომ ცოტა ტრამული არის, მიჩვეული არ ვარ მე ამ მოძრაობას და შეიძლება რომ რაღაცა ვითკინო. 200 კილოც საკმარისი არის მე მგონის. ეხლა გადავალთ უკვე ჩვენ ფერმერის გასეირნებაზე. ეს ახლა ჩვენ ლუკა რამდენი მეტრი წავიღეთ დაახლოებით? ზოგადად შეჯიბრზე 20 მეტრია ხოლმე წასაღები. და ჩვენ უფრო მეტი წავიღეთ ეხლა. ძალიან მაგარია. ძალიან კაი. მოდი ახლა ჩვენ გადავინასწროთ ფერმერის გასეირნებას და ვისეირნებთ 100 კილოიანი ჩემოდნებით. 85-ია ცალი. როგორც თქვით, ახლა გიორგი გააკეთებს ფერმერის გასეირნებას, ეს არის ფერმერის გასეირნება, ეგრეთ წოდებული ჩემოდნები. თითო ჩემოდანი იწონის 85 კილოგრამს. და ეხლა შეეცდება გიორგი ამის წაღებას 20 მეტრზე. ხელები როგორ წავავლო ახლა? ხელები რაც შეიძლება მჭიდროთ, როგორც ამოწევის დროს. ბოლოში წავავლო, წინ წავავლო. არა, გირჩევნია შუაში იყოს ხელები, რომ დავიცვათ სტაბილიზაცია. წევთ მოკლე ნაბიჯებით და სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ. მოკლე და სწრაფი ნაბიჯებით იმოძრავე, კარგია.
მეგობრებო, ძალიან რთული არის, ძალიან რთული მოძრაობა არის. პირველად ვიგზენი ხერხემალი, ამიტომ დააფასეთ თვითონ ეს სპორტი და თვითონ ეს სპორტსმენები. ლუკა, მაქსიმალური წონა უღელზე და ჩემოდნებზე რამდენი კილო არის, აი რეკორდი ვისაც წაუღია ხარ. მე მაგალითად წავიღე 85 კილო 1 ცალი. ანუ ჯამში გამოვიდა 170 კილო, ხო? კი. ესე იგი, უღელზე არის მაქსიმუმი წონა წაღებული მძიმე წონოსნების 500 კილოგრამი. რაც შეეხება ჩემოდნებს, ანუ ფერმერის გასეირნებას, ფერმერის გასეირნებაში 300 კილო, 340 კილო, 380 კილო ესე მერყეობს. ესე იგი პატარა კაცისთვის რო გადავიანგაშოთ, ცუდი არ არის ჩემთვის. არა. ჩემთვის ცუდი არ არის. შენ სხვადასხვა ხარ გამოსული ჩვენ ჩემპიონატზე, ერთ-ერთ ჩემპიონატზე და ცუდად არ გიასპარეზია მახსოვს. ო, კარგი, მასე არის. კაი, ეხლა ესეც, ანუ ასე რომ ვთქვათ, გავტესტეთ ეს მოძრაობას ეხლა. შემდეგს რას გვირჩევ, მაგალითად, აი რა შევეჭიდო კიდე? შემდეგს გირჩევთ გადავინაცვლოთ დარბაზში. საბურავი? კარგი, საბურავი ვცადოთ და შემდეგ გადავინაცვლოთ დარბაზში. იმიტომ რომ მე საბურავზე რაღაცები გავაკეთე მოძრაობები და მაინტერესებს რამდენად სწორად ვარჯიშობდი მე. ვცადოთ საბურავი. მეგობრებო, ძალიან დიდი გამოწვევა დაგხვდა. ძალიან დიდი საბურავები არის, როგორც წარმომედგინა, იმაზე გაცილებით დიდი. ერთი არის 300-იანი, მეორე 350-იანი. ლუკა, მოდი საბურავზეც ვისაუბროთ, აი მაქსიმალური წონა რამდენი არის გადატრიალებული, ანუ მსოფლიო ასპარეზი. მოკლედ დღეს ჩვენ აქ 400 კილოდან გვეწყება საბურავები და მიდის ქვევით, მაგრამ არის ჩემპიონატები უმაღლეს ლიგაში, სადაც მძიმე წონოსნები 500 კილოგრამიან პაკეშკებს ატრიალებენ. ანუ ეგ დროში და თან რა თქმა უნდა გამეორებაში. ერთი წუთი აქვს სპორტსმენს და ერთ წუთში ან რაოდენობაზეც არის ხოლმე შეჯიბრს გააჩნია. აბა რა ვნახოთ, პატარა კაცისთვის რაც იქნება, შესაბამისი შევეჭიდები. მოკლედ ეს არის გიო ყველასთვის ნაცნობი მოძრაობა, ჩემი აზრით. კროსფიტელებისთვის, ფიტნესშიც გამოიყენება, ხო, გამოვიყენებ. უბრალოდ ჩვენ სტრონგმენები დიდ წონებს ვატრიალებთ. ეგ არის განსხვავება, მეტი არაფერი. შედიხარ, ხედავთ ხელის მოსაკიდებს, პროტექტორებს. შუაში წავალო თუ დაბ. ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, როგორც შენთვის როგორც კარგი იქნება ხელის მოკიდებას. ესე გავაკეთოთ. შედიხარ, ატრიალებ, რამდენჯერმე 1, 4ჯერ, 5ჯერ გადავატრიალებ. აი, პაჭი 2 საკიდან გადავა. ეს არის 250 კილოგრამიანი. ანუ ეს არის ახლა 300 კილოგრამიანი საბურავი, მოვამატეთ წონა და ცდის გიორგი ამ საბურავს. ეს როგორ ამძიმებს და დავაგდო. მიაყოლე მუხლია ეგრე? თავიდანვე მიაყოლე ხოლმე მუხლი. მიაყოლე, აი ეგრე. კარგია. ეხა იქიდან კიდე 2 და ეგ არის. მეგობრებო, გადმოვინაცვლეთ ახლა ჩვენ დარბაზში. მართლაც რომ ძლიერების დარბაზი არის ეს. ზოგადად სხვა დარბაზებში 50 კილოიანი განტელებით მთავრდება და აქ 50 კილოდან იწყება. ახლა ჩვენ განტელებზე გადმოვედით უკვე განტელის აწევას. ამ განტელს როგორ ეძახით თქვენ? გიგანტური განტელი. Giant dumbbell-ი ქვია, ანუ გიგანტური განტელი ქვია რა. ხო და ახლა შევეჭიდებით გიგანტურ განტელს. რამდენი კილოდან იწყება ლუკა განტელი? 55 კილოდან იწყება ჩვენთან განტელები და ადის 150 კილომდე. 150 კილომდე. ცალი ისე აი მაქსიმალური რამდენია აწეული, იმიტომ რომ ინტერესდები ჩვენ მაყურებელსაც რო ვთქვათ რა. არ მინდა შევწდე ხა და როგორც მახსოვს არის 145 კილოგრამი აწეული. ძალიან რთული არის ცალი ხელით 145 კილოს აწევა.
მოდი დავიწყოთ ახლა ჩვენება, ნელ-ნელა და ლუკა გვასწავლებს როგორ ტექნიკით უნდა ავწიოთ, რომ რამე არ ვიდგინოთ. ეს არის გიგანტური განტელი და განახებთ ახლა სწორად როგორ უნდა აიწიოს. აი, მარჯვენა ხელს კიდებ, მარცხენა ხელს ქვევიდან და ერთი მოძრაობით აგაქვს მხარზე. ისწორებ კარგად და ფეხებიდან სისწრაფეს. გაისწორე კარგად. გაისწორე დადექი და ფეხებიდან ეცადე რომ იცე. აი, კარგია. კარგია. კარგად გამოდის. დავამძიმეთ ახლა უფრო და 70 კილოგრამიანი განტელი დავდეთ და შეეჭიდება გიორგი ვნახოთ. მოდი დიხანი არ აგვიწევია. ესეთ ზომები. როგორც გითხარი, ნიშადური გვაქვს რა. კი, მაგრამ ნიშადური არ გჭირდება ამ ზონაში. დავაი. არიჩქარო, აიღე კარგად მხარზე, გაისწორე კარგად. ფეხებიდან დაიწყე მოძრაობა და ორივე ერთად. ეგ არის. აი, კარგია, მაგარი ხარ. მოვამატეთ კიდე, ეხლა 80 კილოგრამს შეეჭიდება გიო, ვნახოთ როგორ გაშლის. არიჩქარო გიო. აიღე ძლიერად. გაისწორე კარგად. გაისწორე კარგად და ფეხებიდან მიეცი. კარგია. გადმოვინაცვლოთ ახლა ჩვენ ძალიან საინტერესო მოძრაობაზე. ესე ვიტყოდი, აი ჩემი ხედვით, რომ strongman-ში ყველაზე ლამაზი მოძრაობა არის ეს, ატლასის ქვა. და აი ყველაზე პატარა რომელიც ეს მაგას წავეჭიდები, იმიტომ რომ ძალიან მძიმეები არის ეს ქვები. რამდენ კილოგრამს იწონის ახლა ლუკა ეს ქვები? ანუ ყველაზე პატარა მეგობრებო არის 120 კილოგრამიანი. ხო, ეს არის 180 კილოგრამიანი და ეს არის 210 კილოგრამიანი. ეს ამაზე ახლა მაქსიმალური წონაზე ვთქვათ, პარემ რამდენი არის აწეული? მაქსიმალური წონა ესენი 200-მდე არის, 220 არის აწეული მაქსიმალური წონა. შევეჭიდოთ. შეჯიბრებზე უმაღლეს ლიგაში 200-ია ხოლმე რა სტანდარტი. როგორც ვიცი, უნდა ჩაჯდე, აქნა მოიღო და აქედან ტექნიკას გეტყვი, ყველაფერს აუცილებლად როგორ არის. ქვა არ გადმოაგორო, მოატრიალე უბრალოდ აქამდე. ხო, აი ეგ, всё. ანუ შორს არ უნდა იყო აქედან, გესმის? მუხლებზე უნდა დავიდო. აი ეს საკმარისია რა. ხო. და აი ესეთ როგორ თქვენბინათ ეს. ხო, აი უყურე რაც შეიძლება ქვას შიგნით შეგაკ ხელები რა, რაც შეიძლება ქვეშ. შიგნით ამოგაკ მუხლებზე იდებ, მე ხელებს კარგად ასწორებ, რომ მუცელზე აიგორო. და შემოდოცებით. შემოდო. ეს არის 120 კილო. კი, ეს არის 120 კილოგრამი. არიჩქარო. დაიდე მუხლებზე. მოკიდე კარგად ხელები. აიღე. შვენიერია. მეგობრებო, ახლა 180 კილოიან ქვაზე მივალ, უბრალოდ მაგის ამბიცია არ მაქვს, რომ მე ამას ავწევ. უბრალოდ ინტერესი მაქვს. თქვენს დაგანახებთ ახლა რომ მე ძალიან ბევრი ვიდეოებს ვიღებ, ასე თუ ისე ფორმაში ვარ და აი თქვენი ხედვით შეაფასებთ რა რთული არის ამის დაზვრა. შეიძლება ადგილიდანაც ვერ გავატოკო. ნახოთ, არაფერი არაა გამორიცხული გიო. არიჩქარო პროსტა. მიდი ებრძოლე ბოლომდე მიდი. ძალიან ძნელია საძებია. აი ძალიან ძნელია, ბიჭო. იმენა კაროჩე ყველა მხრიდან გისტრიალებს ხელი. ყველა მხრიდან. ესეთ რთულ სპორტთან აგვაქვს საქმე. ძალიან ძნელი. პირდაპირ ვიტყოდი, რომ აი ამას ჩვეულებრივი ადამიანი აი ძალიან ზედონეზე უნდა იყო რა.
ესე ვიტყოდი რომ ამ სპორტში ხო აი შეუძლებელს აკეთებენ. აი ისეთ რამეს ავალებენ ორგანიზმს, რომ ფიზიკურად შესრულება არ შეუძლია და მე ძალიან წინს ის ფაქტი, რომ ამ სპორტს სათხანო ყურადღებას არ აქცევენ. უნდა ახვიდე ძალიან უმაღლეს წვერვალზე, რომ ასე თუ ისე დაფასდე. როგორც ვიცი ახლა სპორტსმენებს არც ხელფასი არ აქვთ გონი დანიშნული. არა. სპონსორები ძალიან ნაკლებად არიან დაინტერესებული და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ბიჭები ძალიან ბევრს წვალობენ. არა და ძალიან სანახაობრივია, ძალიან. ეხლა ჩვენ ძალიან მცირე რაღაცა ვნახეთ აქ, დარბაშიც და გარეთაც, მოძრაობები, რაც შედის სტრონგმენში და რეალურად უფრო მრავალფეროვანი არის. გვიწევს ბოინგების გაწევა, გვიწევს ტრაილერების გაწევა და რა ვიცი, ძალიან მრავალფეროვანი არის და ძალიან ბევრი რამის გაკეთება გვწევს კიდე რა. კიდე ვიტყოდი იმას, რომ ლუკა როდის გაქვს ევროპის ჩემპიონატი? ევროპის ჩემპიონატი 8 აგვისტოს იმართება, გუნდური ჩემპიონატი იქნება. საუკეთესო სპორტსმენები შეირჩენ გუნდური ჩემპიონატისთვის და 9 აგვისტოს იგეგმება ძალიან კულმინაციური მომენტი იქნება საქართველოსთვის, იმიტომ რომ უნდა გავწიოთ 3 ან 4 სპორტსმენმა, საუკეთესო სპორტსმენები აირჩევიან და უნდა გავწიოთ გემი. დიდი გემი, მასშტაბებზე აღარ ვილაპარაკებ, უნდა მოვიდნენ და ნახონ რამხელა გემთან გვექნება საქმე. ანუ ეს მხოლოდ ერთი მოძრაობაში არის შეჯიბრული თუ სხვადასხვა არა, ეს იქნება უკვე 9 აგვისტოს რეკორდი იქნება რა, რასაც შეასრულებს 4 სპორტსმენი. სოფლიო რეკორდი იქნება სოფლიოში, ეს არავის არაა გაკეთებული, რის გაკეთებასაც ჩვენ გეგმავთ. პირდაპირ ეთერი იქნება, ხო რა თქმა უნდა? კი, პირდაპირ ეთერი იქნება აუცილებლად. უბალიში გოთ აუცილებლად არ გამოვტოვოთ. ხო, უგულ შემატკივროთ, არ გამოვტოვოთ ეს და მოკლედ წარმატებებს გისურვებ. ლევანდელი ჩვენი ვარჯიში დასრულდა. მოდი ახლა რამე ისეთი გავაკეთოთ რა. რამე გამოწვევა, ხო? ხო, რამე გამოწვევა გავაკეთოთ, რომ მე და ლუკას ჯანებიც გავთესტავთ. მე შენ ჟიმში ვერ შეგეჯიბრები. ჟიმი ყველამ კარგად ვიცით, ძალიან მაგარი ჟიმი აქვს ამ ადამიანს და მხარიც ძალიან მაგრად გამოუვიდა გიგანტური განტელი საწევა და ერთი სიტყვით უნივერსალი კაცი არის, ძალიან ბევრი რამე კარგად გამოსდის, სტრონგმენშიც, ფიტნესშიც, კროსფიტშიც, რავი, დარწმუნებული ვარ და მოდი, ჩვენ მოვიფიქრებთ ახლა რაღაცა საინტერესო ჩელენჯს, რასაც შემოგთავაზებთ. მეგობრებო, მოვიფიქრეთ ჩვენ ახლა რაში უნდა შევეჯიბროთ მე და ლუკა ერთმანეთს. ძალიან მაგარი ჩელენჯი გვაქვს. 50 კილოიანი ბლინი არც ისეთი მარტივი არის, ერთ ხელით აწევა. რო აწევ, იქნება დრო, ვინ რამდენი ხანი დაიჭერს. გიორგი რამდენი ხანი დაიჭერს, მე რამდენი ხანი დავიჭერ. ვინც რო დიდი ხანი დაიჭერს, შესაბამისად მოგებულიც ის არის. ნახოთ გიორგი რას იზავს. აი, ესამთო. მეგობრებო, დავმარცხდი ამ ჩელენჯში. მე ხარ დავიღალე და რაღაც ახლა უკაც ვერ შევეჯიბრები კაცლები ჩემზე ფიზიკურად ძლიერი არის. გეყოფა, შანსი არ დაგიტოვე. შანსი არ დამიტოვა. მეგობრებო, თქვენ ამ ჩელენჯში მიიღეთ მონაწილეობა, გამოაგზავნეთ თქვენი ვიდეო და ჩემს Instagram გვერდზე ავტვირთავ და ესეთი პატარა სახალისო ვიდეოები შეგვიძლია რომ ერთმანეთს ესე შევეჯიბროთ ჩელენჯებში. ამას ერთად მინდა ვთქვა რომ ლუკას აქვს თავისი YouTube არხი, არის ლუკა ჩიკვილაძე. გამოიწერეთ ლუკას არხი და ვიდეო დალაიქეთ. 2 3 დავай, კარა იგუშავეთ, კარა, გუჩერდები. მოკლე ნაბიჯებს, მოკლე. მიდი, დავიდა, მიდი, მალე. ქვემოდა. ერთი დავიდა. შეუვარდი, 2 დავიდა. მეორე კიდე. მიდი, დავიდა. კარგია, გიო, კარგია, მიდი.